მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ Smart სათვალე Colmi Gino 6. მოდი ახლა გავხსნათ შეფუთვა, ვნახოთ ამ სათვალის კომპლექტაცია და შემდგომ გავაგრძელოთ. აი შეხედეთ, საკმაოდ კარგი ხარისხის შეფუთვა გააჩნია ამ ბიუჯეტურ Smart სათვალეს Colmi Gino 6. აი აქ არის რაღაც ტექნიკური მონაცემები მოცემული, ანუ გააჩნია ამ სათვალეს მიკროფონი, ასევე 8 საათიანი ავტონომიურობა და სწრაფი დატენის საშუალება გააჩნია და ანუ ყურსასმენების, ღია ყურსასმენების მოსმენის საშუალება. აი აქ უკან ნახეთ, აი ეგ წერია, 100 მAh-იანი აკუმულატორი აქვს. მოდი გავხსნათ ახლა, აი ეს იხსნება, ნახეთ. აი ეს არის სათვალის кейსი. მოვიღოთ. ეს არის თვითონ ესეთი Smart სათვალე. აი ესეთია. მოდი ნახოთ აქ. აქვს. აი ეს არის ინსტრუქცია. მიცოთ, ნახოთ. აჰა, ინსტრუქცია. აი ესეთი. მინდა ინსტრუქციაზე გავამახვილო ყურადღება. ნაჩვენებია ყველაფერი, როგორ უნდა მოხდეს ამ სათვალის მართვა და კონტროლი. გლობალური ვერსია. ასევე აქ არის ეს საწმენდი, აი ესეთი დამტენი, ეს USB არის და ეს არის ესეთი ორმაგი დამტენი გააჩნია. ასეთი ორმაგი მაგნიტური დამტენი აქვს ამ სათვალეს. Smart სათვალეს გააჩნია ორი დინამიკი და მიკროფონი, ასევე აქ არის დატენის მაგნიტური სლოტი, ნახეთ, აქედან იტენება ეს სათვალეები. ასევე აქვს აქ სენსორული ჩართვის ღილაკი და აქ აქვს აი სენსორული მართვის ღილაკი, აი ნახეთ აქ. თითქოს ფიზიკური ღილაკივით არის, მაგრამ ეს არის სენსორული ღილაკები. აი ესე ხდება ამ Smart სათვალის დატენვა. ნახეთ. აი წითელი ინდიკატორები ანთია. აი აქვს Smart სათვალეს სენსორული ჩართვის ღილაკები. როდესაც სათვალეს ვიკეთებთ, ის ირთვება და მზად არის რომ Bluetooth-ის მეშვეობით დაუკავშირდეს თქვენ smartphones. გავიკეთეთ ახლა ჩვენ სათვალე, დავაკავშიროთ Bluetooth-ით ტელეფონთან. აი მოდი მოვძებნოთ. აი Bluetooth-ში ამოვაგდო Gino 6 და ახლა მოდი დავაკავშიროთ ახლა ჩვენ, აი. ვაკავშირებთ. და აი მორჩა. დაკავშირებულია ჩვენი სათვალე ტელეფონთან და სათვალის ყოველ გაკეთების დროს ის ავტომატურად უკავშირდება თქვენ smartphones. თავარია იყოს ჩართული Bluetooth-ი და სათვალის აკუმულატორი უნდა იყოს დატენილი. გარდა იმისა, რომ სათვალე იცავს თვალს მზისგან, ამ Smart სათვალეს გააჩნია დამატებითი ფუნქციები. ეს არის მუსიკის მოსმენის საშუალება, ანუ აქვს ღია ყურსასმენების ფუნქცია. ჩაერთო სათვალე, ნახეთ. მოდი ჩავთოთ. აი აქ სათვალეს დინამიკში ისმის ხმა, აი ახლა დაპაუზდა, გაითიშა და ახლა მოდი ჩავთოთ. ეს უკვე ტელეფონიდან ისმის ხმა. შეუძლია ფოტოს გადაღება smartphone-დან. ეხლა გაჩვენებთ დემონსტრაციას თუ როგორ იღებს Smart სათვალე ფოტოს. სათვალის მარჯვენა ან მარცხენა ღილაკს უნდა დავაჭიროთ ორჯერ. აი ეს გადაღებული ვიდეოები ავტომატურად ინახება თქვენი smartphone-ის გალერეაში. ასევე ზარის მიღების საშუალება და გააჩნია გარეხმაურის შემცირების შესაძლებლობა. რაც არ მომწონს ამ სათვალეში, ეს არის ის, რომ ხანდახან არის შემთხვევითი ჩართვები და გამორთვები, რაც აი ნერვებს მიშლის. უბრალოდ მე მოიხსნათ ეს სათვალე და ისევ გაიკეთოთ და უკვე ისევ ირთვება. Ну, რას იზავ, ეს არის ბიუჯეტური ვარიანტი, ღირს თუ არა ესეთი ტექნიკური მოწყობილობის შეძენა, მე პირადად არ გირჩევთ. თუ მოგწონთ ესეთი გაჯეტი, მაშინ ჯობია შეაგროვოთ
თანხა და შეიძინოთ უფრო ხარისხიანი პროდუქტი, მაგალითად Ray-Ban Meta. ესეთი სათვალე არის, რომელიც არის ერთობლივი პროდუქტი Ray-Ban-ის და Facebook-ის და ძალიან აქებენ. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ პროდუქტზე, დაწერეთ კომენტარებში. ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ არხი, დააჭერეთ ზარის გამოსახულებას, გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე.